მოგესალმებით, დღეს ვიმყოფებით ჯიპადელში, წყნეთში, სადაც 18 და 19 ივლისს გაიმართება GMPF-ის საქველმოქმედო ტურნირი. ტურნირი იქნება შერეულ წყვილებში, ქალებში და კაცებში და ტურნირის მიზანია მხარი დაუჭიროს ქალებში დამოკიდებულებების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება რელაივში, რომელიც არის რეაბილიტაციის მხარდამჭერი ფონდი და ასევე ჩვენი ტურნირის პარტნიორია სარეაბილიტაციო ცენტრი რესტარტი. დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ იქნება ლევან როსტოშვილთან, რომელიც არის ყოფილი წყალბურთელი, ასევე აქტიური წევრი პადელის კომუნის და როგორც წესი ყველა სამოყვარულო ტურნირზე აქტიურად მონაწილეობს ხოლმე და დღევანდელი ინტერვიუს ფარგლებში ვისაუბრებთ იმ როლზე, რაც შეიძლება რომ სპორტმა შეასრულოს ადამიანების გაჯანსაღებაში, რეაბილიტაციაში და მე მგონია რომ ძალიან დიდ როლს ასრულებს სპორტი ადამიანების სოციალიზაციის პროცესში და შეიძლება ძალიან კარგი ინსტრუმენტი იყოს ეს და შენ როგორც გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ პირიქით თქვენ მადლობა, რესტარტს მადლობა და ზოგადად ამ წამოწყებას იდეის ავტორსაც და ადამიანებსაც ყველას ჩემი დიდი მადლიერება, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა სპორტი ზოგადად ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისთვის და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტი. მით უმეტეს ამ ბოლო დროს პადელი შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან დიდი დოზით და თუნდაც პადელზე ვიტყვი ალბათ. ხო, აი საერთოდ რას ნიშნავს შენთვის სპორტი, ალბათ მაგითი დავიწყოთ და რა როლს ასრულებს, აი როგორ მოხვდი პადელში და რა როლს ასრულებს შენთვის პადელი? ხო, სპორტი იყო ჩემი ცხოვრების თამდევი, რადგან წყალბურთელი ვიყავი, მე რაღაც წყვეტა მოხდა დავანებით წყალბურთსავი და ძალიან დიდი წლები საერთოდ შორს ვიყავი სპორტისგან. რატომღაც ეს რუტინა ვარჯიში ვერ შევიყარებ, სადე ყველანაირი ჯიმი რაღაც თუნელები ისინი ესენი, მაგრამ არ ვიცი რატო რუტინა ვარჯიში ვერ შევიყარე. რაღაც ერთი რამოდენიმე თვის წინ ოქტომბერი იყო. სადღაც იქ მოვედი ჯიმბრიზე ვიყავი პადელის ტურნირზე. ჩვენი ჯიმბრიზის ტურნირი იყო სექტემბრის ბოლოს დიდი. და იქ მოვედი და ძალიან მომეწონა სიტუაცია. პირველი კომპონენტი იყო სიტუაცია მომეწონა. ადამიანები ეს ბევრი ხალხი რაღაც გულშემატკივრობა, ყველა ერთნაირად ჩასწრული ლამაზად. გახსოვს ხო ხუდები რო? კი, თეთრი ხუდები რო ქონდა. ხო და მოდი ვსდი რა მეთქი რა არის ეს ხარა სპორტია. ნუ ეს რაკეტ სპორტი არაფერს ჩოგბურთი არ მითამაშია არასდროს, წყალბურთელი ვიყავი და გადავაგდე, გადმოვაგდე 1 2 3 რაღაც გადავაგდე მივიდა მიზანსაც ვის მოვისროლე იქ მივიდა. მომეწონა 1 2 3 და ძალიან მალე შემიყვარდა, ისე მალე შემიყვარდა, რომ ნუ ჩვეულებრივად ცხოვრების წესში შემოვიდა ეს პადელი. მე მივხვდი იმას, რომ თუ თან რაღაცა გამიმართლა თუ არ გამიმართლა საკითხავია, მაგრამ პირდაპირ იმ ადამიანებში შემოვიდი, ვინც ძალიან მაგრა თამაშობდა. ხო არიან ეხლა კი არ ცუდად კი არ ვიძახი ვინმეზე, მაგრამ არიან რა ჩემს გარშემო ძალიან ბევრია ეს ტიპი, რაღაცა 4 ადამიანი მიდის, თამაშობს. მოდის მე დავა თავის საქმეზე, ანუ რაღაცა ერთნაირად თამაშობს. ყველა და არაფერს არ ფიქრობენ რომ ან წინ წავიდნენ, ან ტურნირზე მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ სახელს და გვარს არ დავასახელებ, ჩემი მეგობარია, შენთვის თვითონ მას დღემდე ვერ ამოხსნა ჩვენი და ვერც ჩვენ ვერ დავაჯერეთ ის რატო იღებ ტურნირში მონაწილეობა. მე მოვდივართ ყველა ტურნირიდან ვაფშე რა გჭირს არ ვიცი, თამაშებს რომ ვაგებთ მე 3 დღე ჩაწოლილი ვარ ზოგი დეპრესიაში, ზოგი მე რაღაცა ოჯახები ენგრევა ტურნირის აგებისთვის და ვერ დავაჯერეთ და ვერ აუხსენი რატო იღებ მონაწილეობას ტურნირში. მე ვერ აუხსენი, ვერც მე ვერ ხსნი ახლა, მაგრამ რატო მივედი აქამდე რომ ანუ მე ვიფიქრე იმაზე რომ თუ მე უნდა ვითამაშო ამ ბიჭებთან ერთად, მე უნდა ვიმეცადინო და ვისწავლო კარგად თამაში. მე დავიწყე რაღაც ვარჯიშიც სტრელთან იმასთან ამასთან და მოკლედ რაღაც გზა გავიარე იმისთვის რომ ცოტა უკეთესად მეთამაშა ვიდრე თამაშობ. ეს ახლა რა არის რომ ცოტა ესე თუ შევხედავ ამ ჩემ რაღაცა ამ გზას ამ სპორტსმენი ჩამოვყალიბდი მეტნაკლებად რა ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ ვიცხოვრო ისე როგორც სპორტსმენი ცხოვრობს. რა მე ხარ არ შემდგარი სპორტსმენი ვარ ესე გამოდის. ანუ იმ რაღაცა წარმატებას ვერ მივახციე წყალბურთში რომელსაც დავუშვათ სპორტსმენი უნდა აღწევდეს. ხო, ну 24 წლამდე თუ სპორტსმენი იყავი, არ შემდგარი არ ქვია მაგას. აი, ისე როგორ არის, აი ხა რასაც მე უყურებ დავუშვათ
ნამდვილ სპორტსმენებს, მაგალითად, ჩოგბურთელებს, ფეხბურთელებს, ისინი ხო სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ რა. სპორტსმენის ცხოვრება სხვა არის კიდე. დილით ადგები, იმაშები, ვარჯიში, მე რაღაც რეჟიმი. ეს შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და მომწონს. ანუ რაღაცა ტურნირი თუ არის ერთი კვირის შემდეგ, მაგალითად, თელი კვირა ვებზადებით ამ ტურნირისთვის. ვარჯიშით, კვებით, იმით, ამით, ახლა მივდივართ ბათუმში, ვიყავით ბოლოს ერთად ვიყავით ყველა ტურნირზე. ბათუმში ახლა მე არ წარმოვიდგენდი 5 დღე თუ 11 საათს დავიძინებდი და 10 საათზე გავიღვიძებდი ხო ბათუმში ზაფხულში. ცოტა მზეზე რო არ გადიხარო, არ დაისის ხო, იმიტომ რომ თამაში გაქვს. ანუ სპორტსმენის ცხოვრებით დავიწყეთ ცხოვრება. აი სულ როცა მე თვითონ ვსწავლობდი სპორტის მენეჯმენტს, სულ კითხულობდი, მაინტერესებდა და მაინც ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი. შენი აზრით სპორტი ხასიათს აყალიბებს თუ ავლენს იმ ხასიათს, რაც გვაქვს? აი სულ მაინტერესებს. სტარტში ავლენს და მე აყალიბებს. ჩემი აზრით. განამტკიცებს მე ხო? ხო, ავლენს და იქ ხვდები რომ თუ დისციპლინა არ გაქვს, და სპორტს ვერ ითამაშებ, ამიტომ სამუშაო გაქვს დისციპლინაზე. მოდი რა არის დისციპლინა ხო, რომ თუ უნდა ადგე, ანუ გინდა თუ არ გინდა, არა, უნდა ადგე 8-ზე. პირობითად ან 9-ზე. ანუ დაისვენო, უნდა დაისვენო, დაიძინო, უნდა დაიძინო. დისციპლინა რა არის, რომ სკროლვაში არ უნდა გაათენო მთელი ღამე. იმიტომ რომ ხვალ ვარჯიში გაქვს. ანუ ადგები, ტელეფონს გადადებ, დაიძინებ, იმიტომ რომ ხვალ თამაში გაქვს. ანუ დისციპლინას აყალიბებს სპორტი. მე ნამდვილად და მე ეხლა მეც მაგალითად აუზზე დავდივარ და სახლში შემოვიდივარ ძალიან დაღლილი გარეთ იმ დღეს წვიმდა ძალიან მოვიკიდეს ჩან და მივდივარ აუზზე და დედა ჩემი მაი რატომ მიდიხარ დაღლილი ხარ წვიმს აი და მივხვდი ახლა ჩემთვის არ აქვს უბრალოდ დაღლილი ვარ წვიმს რაც არ ხდება და მაინც მივდივარ იმიტომ რომ მიყვარს და ჩემი რაღაც ყოველდღიურობის ნაწილია და ხა აღარ ვფიქრობ მაგ გარემო პირობებს მანქანაში მიდევს სულ პადელი ჩანთა რაც ნიშნავს ეს რომ სადაც უცებ რაღაც თავისუფალი დრო გამოჩნდა ვიღაცა 4 ადამიანიც შენ ჩემნაირი გიჟი 3 დარეკა წავედით ვითამაშეთ ხო ვითამაშეთ ეხლა რა კიდე მეორე ნაწილს შევხედოთ რა ანუ ძალიან მაგარ რაღაცას ვაკეთებთ რა ესო ჩვენ 4 და მათ შორის მე ყველა ანუ სპორტ ანუ უსებ რა შუა დღეს მივდივართ და სპორტს ვკავდებით რა ფიზიკური აქტივობით ვკავდებით თან მაგარით თი არის რომ აი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამაზე ექიმები რომ რაღაც რაოდენობის საათები არსებობს კვირაში როცა უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური ეხლა ზუსტად არ ვიცი რამდენი საათია და ამიტომ არ დავასახელებ მაგრამ ერთი ეს მხარე არის რა თქმა უნდა რაც ნამდვილად ვიცით რას გვეუბნება ჯანმო და ასე შემდეგ რომ აი ფიზიკური აქტივობა საჭიროა და ეს არის ჯანმრთელობა და აი შენი აზრით რამდენად სასარგებლო არის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის რომ აი მაგ კომუნის ნაწილი ხარ რასაც ქვია სპორტი იმიტომ რომ ბავშვობაში ძალიან ბევრი ბავშვი დადის ხო სპორტზე და მე იზრდებიან და მაგ რაღაცის ნაწილად არ რჩებიან და აი ვთქვათ შეიძლება დასრულად სახში აი ამ უცბად აი ამ კომუნის ნაწილი რო ხარ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე ამ პადელით რა ძალიან ბევრი რა პადელი ჩემთვის პადელი აი კომპონენტები პადელი შემიყვა და ამ ყველა კომპონენტით ყოფილა შემთხვევები რომ ეს კომპონენტები რო გამოაყდა და დარჩა მარტო პადელი არ ვიყოფილ ვარ და უშტ ესეთი იმ დოზით სიამოვნება არ მივიღია რა ადამიანები მეგობრები ძირთად რა არის საუბარი არის პადელზე პადელის კომუნიტეტში პადელზეა საუბარი რა ვიცი ხალხად ხუმრობთ კიდეც რომ მოდით ეხა პადელზე საჭმელად რომ მოდით პადელზე არის ლაპარაკო და ზუსტად 10 წამი და ვიღაცა ერთი იტყვის რომ რაღაცა რა ტურნირი წავაგე და ზუსტად რა აყვებიან იმასავით რა ქვია არტყებივით პადელზე საუბარს ან ძალიან მაგარი კომიუნიტია რა კორზე რომ შევდივარ ძალიან ბევრი პრობლემა გაქვს ყველას და საფიქრალი და აზრი და ანუ შევდივარ თუ არა მავიწყდება გარეთ რა ხდება რა კონცენტრირებული ვარ სრულად ბურთზე სრულად ჩოგანზე სრულად მოწინააღმდეგეზე და მეწყვილეზე ანუ ადგილია სადაც დაუშვათ 2 საათი კი არ გარბი ხარ მაგრამ შვიდად ხარ რა იცლები ფიზიკურად იტვირთები ძალიან მაგრა იტვირთები ფიზიკურად რა ნუ ინტენსიურ პადელს გულისხმობ ხა თუ რაღაც ბურთის გადასარჩენად არ მიხვალ ინტენსიურიც აღარ გამოგივა მაგრამ მე რაღაცა სპორტული ჟინი რომელიც მქონდა მთელი ცხოვრება ასე ყველა ბურთზე ვცდილობ მივიდე და გადავარჩინო ან ავიღო ან პირიქით ჩაუგდო შესაბამისად ძალიან ინტენსიურ პადელს ვთამაშობ მეც და ძალიან მაგარი რაღაცაა აი ნია ამბობს ხოლმე
ჩვენი თანამშრომელი და მეგობარი, რომ აი ესპანეთმა რაც შეცვალა თავის გენეტიკაო რა. არ იყვნენ ეგეთ სპორტულებიო და რაღაცა ქნესო და ეხლა ყველა დარბის ყველა რაღაც სპორტში არის ჩართული და საბოლოო ჯამში აისახება იმაზე, რომ საუკეთესო ნაკრებები ყავთ და საუკეთესო სპორტსმენები რა და აი შენ აი რაღაც მაინც სპორტსმენი ხარ და შენი აზრით აი ეს მასობრივი მონაწილეობა, აი მასობრივად აი რომ მონაწილეობს ბევრი ადამიანი ხო, თქვათ რაღაცა ასაკის მიუხედავად, სქესის მიუხედავად, რამდენად საბოლოო ჯამში იწევს იმას, რომ შეიძლება ქვეყანაში მეტი წარმატებული სპორტსმენი გყავდეს. ხელში უწყობი იქნება ყველა ვარიანტში. რაღაცა ჩვენ ამ შედეგს ალბათ რამოდენიმე წლის შემდეგ ნახავთ 10 შეიძლება 5, მაგრამ მასიურად შემოვა. ხო, მთელი მსოფლიოს ესე ხო გადავიდა. ანუ ის სადღაც აღარ არის მოდაში არაჯანსაღი ცხოვრება რა. იყო ხო ჩვენ ბავშვობაში იყო რომ ჩვენ ვინც გოგოები მოგწონდა, იმ გოგოებს მოწონდა თავისუფლად ძველი ბიჭები და არაჯანსაღი ესე იყო რა. რაც უფრო არაჯანსაღი იყო, იმით უფრო კარგი იყავი გოგოებისთვის. ეს ტრენდი შეიცვალა. ტრენდი შეიცვალა, ხო, აღარ არის მოდაში, აღარ არის. ადრე იყო რომ რაღაცა იმიტომ ეწეოდნენ სიგარეტს ადამიანები რომ მოდაში იყო. ეხლა სიგარეტს მოწევას ტეხავს უკვე რა. ია ტეხავს, როგორ ვთქვა, ტეხავს არა, მაგრამ კაი რა, ეხლა მე მწეველი ვარ და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი არამწეველია უკვე რა. აი ძალიან ბევრი. მე მგონი მარტო მევეწე. და ყველა მაგას მეუბნება რა, როდენდე უნდა წიო რა გჭირს რა. ხო. შემოვიდა ძალიან მაგრა არია ეგ, რომ ჯანსაღი ცხოვრება გახდა ძალიან მოდაში. ვარჯიში გახდა მოდაში, თამაში გახდა პადელის მოდაში, რა მნიშვნელობა ფეხბურთი სულ ერთია რა. და ინფრასტრუქტურას გვაძლევს ახლა ამის რაღაცა მეტნაკლებად მაგის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. ახლა ამდენი ჯიმია ხო, გაიხედო, გამოიხედო ყველგან არის. ყველა სავსეა. ყველა სავსეა, ყველა პადელის კორტი სავსეა. ხო, ახლა პიკი საათში კორტს ვერ იშოვი პროსტა. და რამდენი ბევრი არ არის შეიძლება ახლა ესე ძალიან როგორ არის უკვე ბევრია. ყველა უბანში 2-3 დგას. და ვერ იშოვი პროსტა. და მაგარა ასწორებს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ვიცი, გაკვეთილი შეიძლება სიტყვა, რა არის ყველაზე უფრო შენთვის მნიშვნელოვანი, რაც სპორტმა მოგცა? საერთოდ, აი წყალბურთიდან რომ მოუყვეთ რა, შენთვის ინდივიდუალურ დონეზე. ეხლა მე კიდე ერთხელ გავიმეორდები, არ შეუმდგარი სპორტსმენი ვარ, იმიტომ რომ დიდი მიღწევები არ მაქვს წყალბურთში. მაგრამ ის 10 წელი რომ მე წყალბურთში გავატარე, მე ძალიან სუდროს მომიწია ვარჯიში და ცხოვრება რა, არის ძალიან არეული იყო სიტუაცია. ციო და საერთოდ ციო და აუზი არ ქონდა, ის არ ქონდა, ეს ქონდა, მაგრამ მაგის გარდა სოციალური მდგომარეობა გარეთ იყო ძალიან ძიმე რა. და მე აი ძალიან გულსველა და თამამად შევიდა ვთქვა, რომ მე რა იმ გაჭირებულ სპორტში რო ვიყავი, მე ბევრ ამას ავსთი აქეთ. ცუც. და მაგისთვის ძალიან მადლობა ჩემს მშობლებს, რომ აი გაჭირებაში მაინც რაღაცნაირად აუზზე მივყავდით, მე მოვყავდით და არ ვიყავი არც ქუჩაში და არც ცუდ წრეში რა ესე ვთქვა. სპორტი არის მით უმეტეს გუნდური სპორტი, მაგრამ შეიძლება ინდივიდუალურიც იყოს ეს სპორტი, მაგრამ ხო ჯგუფია რა, ეხლა შეიძლება ჩოგბურთელი მარტო თამაშობს, მაგრამ იმას სამსწავლო შტაბი ყავს, ბავშვები არიან ბევრი და გუნდურ სპორტში ვთვლი მაინც იმ პონჩი, რომ ემზადებიან, გუნდი ემზადება ერთად. კი მარტო თამაშობს სკორზე, მაგრამ გუნდი ემზადება. ურთიერთობები, ერთმანეთის სიყვარული, რაც ურთიერთობები ყალიბ. ურთიერთობები, ხო, ეხლა ბავშვი ოჯახის გარეშე, მშობლების გარეშე მიდის სპორტზე, სტრელთან და ბავშვებთან ერთად, იქ სხვანაირად ყალიბდება. სხვანაირად უყვარს თავისივე ასაკის ადამიანი, სხვანაირად უყვარდება, სხვანაირი პატივისცემა უჩნდება ერთმანეთის მოლა იმ რაღაცა იმ როგორ თქვა, იქ ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს რაღაცა ყოველდღიურ პატარა პრობლემებში და მე საბოლოო ჯამში გამოცდილებას აგროვებენ. და სიყვარული ალბათ. ხო, მე მაინც აი სპორტის პერსპექტივიდან რო ვთქვა, ზოგადად იმდენად სულ მაგაზე ვლაპარაკობ, რომ სპორტს როგორი კარგი გავლენა შეიძლება ქონდეს ბავშვებზე, ადამიანებზე. ხანდახან მაგას მე ვფიქრობ, რომ არ გამომივიდეს, რომ აი სპორტი პანაცეა და ყველაფერს შველის. მე მაინც გონია, რომ ჩემი პერსპექტივიდან ვთქვა სპორტის, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ადეკვატური მწვრთნელი, როდესაც ბავშვებთან აქვს, იმიტომ რომ კი, ნამდვილად ეს არის გუნდური სპორტის მთავარი ბენეფიტი, მით უმეტეს რომ ბავშვები დადიან, რომ იქ სწავლობენ ურთიერთობას და ყველაფერი, მაგრამ ის რომ იქ ჯანსაღი პროცესები მიდიოდეს, ამას სჭირდება შესაბამისი მწვრთნელი, ამას სჭირდება ის შესაბამისი რაღაც მზაობა ორგანიზაციის, ამიტომ
მეც გეთანხმები რომ სპორტი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები ქონდეს, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი განზრახვა თვითონ სპორტული ორგანიზაციის მხრიდან, ხედვა და მე შესაბამისი პროფესიონალები რა. ანუ მე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე რომ ვთქვა, ნამდვილად კი, გეთანხმები, მაგაში გეთანხმები. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებას გისურვებ პროექტებში. ტურნირზე ვისთანაც გამოდიხარ? მე და ნათია მაჭავარია. შენ და ნათია წარმატებას გისურვებ და მეგობრებო მოგიწოდებთ მოხვიდეთ. ხო, ძალიან კარგი იქნება. შემატკივროთ ტურნირს. კარგი გარემო იქნება, ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება, კარგი პადელი იქნება, წეც იქნება, იმედია და კარგი იქნება. ხარდა გისურვებ მაინც დაწინაურდეთ C კატეგორიიდან B კატეგორიაში. და ეხლა ერთ ტურნირი მოვიგეთ C-ში უკვე და ბოლოშიც მაგ ბოლო გაფართხილება მაქვს. ხილად იყავი, ხა უცბად არ მოიგო, თორე ეგრევე B-ში აგ. B-ში მივიდივარ. მადლობა. მადლობა.